ნებისმიერი გონიერი ადამიანი საბოლოოდ იწყებს გაგებას, რომ სხვაზე მუშაობა მაინც და მაინც არასწორია. ასე თუ ისე, დაქირავებულმა მუშაკმა თანდათანობით უნდა სცადოს ამ სისტემიდან გამოსვლა. თუ გამოუვა ხომ შვენიერი, თუ ჯერ არა, ყოველთვის შეიძლება სტრატეგიის კორექტირება, უკეთესი მომზადება, ან თუნდაც ძველი საქმიანობის გაგრძელება. მაშა სადამე ასე უნდა ააწყოთ თქვენი სამოქმედო გეგმა, რათა უსაფრთხოდ შეეცადოთ სახელფასო შრომის სისტემიდან გამოსვლა. სირთულე ის არის, რომ ამის გაკეთება მაშინვე რთულ ამოცანას წარმოადგენს. ჯერ გარკვეული ნაბიჯებია გადასადგამი. საწყის ეტაპზე თითქმის ყოველთვის საჭიროა ჩვეულებრივი დაქირავებული სამსახური. შემდგომ, როდესაც თქვენი სისტემა სტაბილურ ნაყოფს გამოიმუშავებს, შესაძლებლობა გექნებათ სურვილის და მიხედვით შეცვალოთ თქვენი საქმიანობის მიმართულება. თავიდან მომზადების რამოდენიმე ეტაპია გასასვლელი. შექმნათ უსაფრთხო გეგმა, რომელშიც კორექტირებას თანდათანობით შეიტანთ. საკუთარი ბიზნესი ამ გზის განხორციელების ერთ-ერთი სწორი მიმართულებაა. როდესაც თავისუფალი ხარ რუტინული სამუშაოსგან, უსიამოვნო უფროსისგან, ამ დროს გონება სხვაგვარად შემოქმედებითად იწყებს მოქმედებას. ეს არის განვითარების სწორი მიმართულება. მაგრამ ამ გზაზე სიფრთხილე გმართებთ. ბევრი წყალქვეშა ქვები აბრკოლებს ადამიანს. წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საწყისი წერტილიდან დიდი ამბიციებით მოქმედებაა. დღეს მინდა გაგიზიაროთ პრინციპი, რომელიც ყველას, ვისაც ჭეშმარიტად წარმატებული საქმის აშენება სურს, უნდა ახსოვდეს. თუ დიდზე ოცნებობთ, თქვენი პირველი ბიზნესი მცირედით უნდა დაიწყოთ. დიდისკენ სწრაფვა მშვენიერია, მაგრამ გამოცდილებისა და სირთულეების გაგების გარეშე, თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეების გაგების გარეშე, რისკავთ გაცილებით მეტის დაკარგვას, ვიდრე მოპოვებას. წარმოიდგინეთ პატარა ნავი ქარიშხლიან ზღვაში. პატარა, მაგრამ მართვადი და უზარმაზარი გემი სავსე ხალხითა და რესურსებით, რომელიც კაპიტნის უნარის გარეშე ცდილობს ქარიშხლის გადალახვას. განსხვავება აშკარაა. როდესაც თავიდან დავიწყე, მეგონა, რომ პატარა პროექტი მოსაწყენი იყო. არც პატივისცემას და არც დიდებას მოიტანდა. მაგრამ გამოცდილებამ სხვაგვარად მასწავლა. როდესაც მცირე პროექტით იწყებ, ყველაფერს სწავლობ. კლიენტებთან კომუნიკაციიდან დაწყებული, ფულის მართვამდე. რისკების შეფასებიდან დაწყებული, რთული გადაწყვეტილებების მიღებამდე. როდესაც საქმე გეგმის მიხედვით არ მიდის. და რაც მთავარია, მოთმინებას სწავლობ. მოთმინების გარეშე არც ერთი ბიზნესი, არც ერთი სიმდიდრის სურვილი დიდხანს არ გაგრძელდება. მცირე ბიზნესი დიდი ბრძოლისთვის მომზადებას გავს. აქ შეცდომას უშვებ დიდი დანაკარგების გარეშე. აქ იდეებს ვცდი და მყისიერ შედეგებს ხედავ. აქ შეგიძლია იყო მოგნილი, შეცვალო მიმართულება და ექსპერიმენტი ჩაატარო. როდესაც თქვენი ბიზნესი დიდია, ყველა შეცდომა ძვირიჭდება. და ამ შეცდომების ფასი შეიძლება ძალიან მაღალი იყოს, რომ მათგან სწავლა შეძლო. და კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მცირე ბიზნესი საფუძველს ამყარებს. არსებობს სიბრძნე, ის, ვინც ქვიშაზე აშენებს სახლს, მალე დაკარგავს მას. თქვენი პირველი საქმე არის საფუძველი, რომელზეც თქვენს მომავალს ააშენებთ. ის არ უნდა იყოს ბრწყინვალე ან ინოვაციური. ის უნდა იყოს რეალისტური, მართვადი და საგანმანათლებლო. ეს მხოლოდ დასაწყისია.
ვიცი, რომ გსურთ მოისმინოთ კონკრეტული მაგალითები, რეალისტური ისტორიები და რჩევები, რომელთა გამოყენებაც მაშინვე შეგიძლიათ. შემდეგ ნაწილში ზუსტად გეტყვით, თუ როგორ გაძლევთ მცირე ბიზნესი უპირატესობას, როგორ იქცევა ის დიდ შესაძლებლობად და რა შეცდომები უნდა აიცილოთ თავიდან მდგრადი ზრდის უზრუნველსაყოფად. ნახავთ, რომ ბევრმა მეწარმემ, ვინც დიდ სიმაღლეებს მიაღწია, მცირედით დაიწყო და სწორედ ამ მცირემ დასაწყისმა მისცა მათ გასაღები ბაზრის გასაგებად, გუნდის შესაქმნელად და კლიენტებთან ურთიერთობების დასამყარებლად. თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ პირდაპირ დიდ ბიზნესში გადახდეთ, თითქოს ღრმა აუზში, მოემზადეთ იმისთვის, რომ დინება ნაპირზე გამოგათრევთ ერთი უნარის გარეშე, ასე რომ შეინახეთ ეს საიდუმლო. თავიდან დაედევნეთ ცოდნას, გამოცდილებას და გაგებას. ახლა განვიხილავთ, თუ რატომ არის მცირე ბიზნესი არა მხოლოდ უფრო უსაფრთხო, არამედ უფრო მომგებიანიც და როგორ ავაშენოთ ის პრაქტიკულად ისე, რომ ყველა დეტალი თქვენი მომავლისთვის იყოს შესაფერისი. ახლა, როდესაც დავადგინეთ, რომ თქვენი პირველი საქმე მცირე უნდა იყოს, მოდით განვიხილოთ, თუ რატომ მუშაობს ეს სინამდვილეში და როგორ ვლინდება ეს მიდგომა რეალურ ცხოვრებაში. გამოცდილების გარეშე დიდი ამბიციები წარუმატებლობამდე მიგიყვანს. ებრაულ ტრადიციაში არსებობს ძველი გამონათქვამი. ნუ იჩქარებთ მწერვალის დაპყრობას, პირველ რიგში დაადგინეთ, რისგან შედგება. დავიწყოთ პირველი მნიშვნელოვანი პუნქტით, რისკების მენეჯმენტით. როდესაც მცირე პროექტით იწყებთ, შეცდომები არანადგურებს თქვენს ბიზნესს. ერთმა მეწარმემ, რომელსაც ბიზნეს სემინარზე შევხვდი, გადაწყვიტა რესტორნის გახსნა, სადაც თითქმის მთელი დანაზოგი ჩადო. მას ეგონა, რომ პატარა ყავის მაღაზიის დაუყოვნებლივ გახსნა არ მოიტანდა რაიმე მოგებას ან აღიარებას. ერთი თვის შემდეგ მან გააცნობიერა, რომ არ იცოდა მომწოდებლებთან მუშაობა, პერსონალის დაქირავება ან ფულადი ნაკადების მართვა. მან შემოსავლის ნახევარი დაკარგა. მეორეს მხრივ, ჩემმა მეგობარმა, რომელმაც თავდაპირველად პატარა საკვების ფურგონი გახსნა, თანდათან შეისწავლა ყველა სირთულე, ინგრედიენტების შეძენით დაწყებული, მენიუს შექმნითა და მომხმარებლებთან კომუნიკაციით დამთავრებული. ერთი წლის შემდეგ მისი პატარა ფილიალი ქსელად გადაიქცა და ახლა ის რამდენიმე რესტორანს მართავს, ყველაფრის ერთდროულად რისკის გარეშე. მეორე საკითხი გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლაა. თეორია ერთია, პრაქტიკა კი სულ სხვა. მცირე ბიზნესში ყველა დეტალს, ყველა მოქმედებას და მის შედეგებს პირადად ხედავ. თეორიულად შეიძლება გენიოსი იყოთ, მაგრამ პრაქტიკის გარეშე დიდი პროექტები ხშირად ინგრევა. მესამე საკითხი რეპუტაციისა და ნდობის თანდათანობითი დაგროვებაა. მცირე ბიზნესი საშუალებას გაძლევთ უფრო პირად დონეზე დაამყაროთ ურთიერთობები კლიენტებთან, პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და თანამშრომლებთანაც კი. როდესაც მცირე კომპანია გაქვთ, შეგიძლიათ თავად შეხვდეთ კლიენტებს, პირადად უპასუხოთ კითხვებს და გამოასწოროთ შეცდომები. რეპუტაცია თანდათან იქმნება და ის თქვენი აქტივი გახდება, როდესაც მასშტაბირებას გადაწყვეტ. მცირე ბიზნესი საშუალებას გაძლევთ შექმნათ ნდობის საფუძველი, ერთი არასწორი მოძრაობით მისი განადგურების რისკის გარეშე. მეოთხე ასპექტი არის მოქნილობა და ადაპტირება. მცირე საქმე ადვილად ეგუება ბაზრის ცვლილებებს. ჩემმა პირველმა კომპანიამ კომპიუტერული აქსესუარების გაყიდვით დაიწყო
6 თვის შემდეგ მივხვდი, როგორ იცვლება გაყიდვების დინამიკა და როგორ უნდა გაზარდო მოთხოვნა, როდესაც ერთ პროდუქტზე მოთხოვნა მცირდება. ჩემი ბიზნესი რომ უფრო მასშტაბური ყოფილიყო, ასე სწრაფად ვერ შევძლებდი ცვლილებას. მცირე ბიზნესი საშუალებას გაძლევთ ექსპერიმენტები ჩაატაროთ, გამოსცადოთ იდეები და იპოვოთ თქვენი ნიშა უზარმაზარი დანაკარგების გარეშე. ეს ტრენინგს გავს, თქვენ სწავლობთ მოულოდნელ სიტუაციებზე რეაგირებას და როდესაც მასშტაბის დრო დგება, უკვე გააქვთ უნარები, რომ თავი დაიცვათ წარუმატებლობისგან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფინანსური დისციპლინა და კონტროლი. მცირე ბიზნესი გაძლევთ საშუალებას ყურადღებით დააკვირდეთ ყველა ხარჯს, ყველა ტრანზაქციას. ის დისციპლინას გვასწავლის. თქვენ სწავლობთ ფულის დათვლას, ხარჯების დაგეგმვას, ნაკადის კონტროლს და მოგების პროგნოზირებას. ეს უნარები ფასდაუდებელი ხდება მასშტაბირებისას და ბოლოს ემოციური მზადყოფნა ბიზნესისთვის. მცირე საქმე გასწავლით მოთმინებას, გამძლეობას და იმედგაცრუებებთან გამკლავების უნარს. დამიჯერეთ, ბევრი მომენტი იყო, როცა წასვლა მინდოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა გამოწვევას ვძლებდი, ძლიერდებოდი. სწავლობდი ახალი შესაძლებლობის დანახვას და გადაწყვეტილებას პოულობდი. სტრესი, ზეწოლა, შეცდომები, ეს ყველაფერი უფრო ძლიერად მოქმედებს. თუ პატარა გამარჯვებები და დამარცხებები არ გაქვთ განცდილი. ასე რომ მეგობრებო, მცირე ბიზნესი არ არის მხოლოდ ნაკლები სამუშაო ან ნაკლები რისკი. ეს არის სასწავლო ინსტრუმენტი, სკოლა, სადაც უნარებს, გამოცდილებას და ბაზრის გაგებას იძენთ. ეს არის საფუძველი, რომელზეც სამომავლოდ დიდი საქმე შენდება. მცირე ბიზნესი ხელს უწყობს სტრატეგიული აზროვნების, ფინანსური წიგნიერების, ლიდერობის უნარების და ურთიერთობების დამყარებას. ახლა კი გადავიდეთ ყველაზე პრაქტიკულ ნაწილზე. როგორ გამოვიყენოთ მცირე ბიზნესის სიბრძნე რეალურ ცხოვრებაში? ეს არ არის მხოლოდ თეორია ან ლამაზი სიტყვები. შემდეგ მოცემულია 9 კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც დაგეხმარებათ მყარი საფუძვლის აშენებაში თქვენი მომავალი საქმიანობისთვის. თუ როგორ შეიძლება მცირე ბიზნესი გახდეს ძლიერი სკოლა ნამდვილი მეწარმეებისთვის. პირველი ნაბიჯი არის იმ ნიშის, ანუ თემის გარკვევა, რომელიც გესმით და რომელთანაც რეზონანსი გაქვთ. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ბიზნესი არის რაღაც რთული, რაც მოითხოვს ახლის გამოგონებას. სინამდვილეში მცირე ბიზნესის დაწყებას სიმარტივე და გაგება სჭირდება. ტელეფონების და კომპიუტერული ტექნიკის გაყიდვით დავიწყე, რადგან ეს ჩემი გადაცება იყო. გავარკვიე, თუ როგორ ამერჩია ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ნაწილები, როგორ მემუშავა მომწოდებლებთან. სრულიად უცნობი რამით რომ დამეწყო, ენერგიას და დროს დავკარგავდი საფუძვლების შესწავლაში. ჩემი რჩევაა აირჩიოთ ნიშა, სადაც უკვე გააქვთ გამოცდილება, ცოდნა ან ძლიერი ინტერესი. ეს უპირატესობას მოგცემთ პირველ ნაბიჯებში. მეორე ნაბიჯი არის თქვენი ბიზნესის მინიმალური რისკით დაგეგმვა. მცირე ბიზნესი არ ნიშნავს ბიზნესს გეგმის გარეშე. პირიქით, ის საშუალებას გაძლევთ, გამოსცადოთ ჰიპოთეზები დიდი დანაკარგების გარეშე. თქვათ, გსურთ ყავის მაღაზიის გახსნა. დაიწყეთ პატარა ლოკაციით, ან თუნდაც უბრალოდ ყავის მიწოდებით. ეს საშუალებას მოგცემთ გაიგოთ მოთხოვნა, შეისწავლოთ თქვენი კონკურენტები და განსაზღვროთ საუკეთესო პროდუქტები
და ფასები. მთელი კაპიტალის რისკის ქვეშ დაყენების გარეშე. თქვენი პირველი ბიზნესი ლაბორატორიაა და არა კაზინო. აქ საჭიროა ექსპერიმენტი, ანალიზი და კორექტირება. მესამე ნაბიჯი არის ყველა წვრილმანიდან სწავლა და შედეგების ჩაწერა. მცირე ბიზნესში ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. რა ტრენდებზეა მოთხოვნა ყველაზე მეტად? რომელი მომხმარებელი დაბრუნდა? რომელი აქცია იყო ეფექტური? რამოდენიმე თვეში ჩემი ბაზრისა და კლიენტების ზუსტი სურათი მქონდა. დიდი ბიზნესი ასეთი გამოცდილების გარეშე სიმნელეში სროლას გავს. მცირე ბიზნესი გაძლევთ შესაძლებლობას შეაგროვოთ მონაცემები, გაანალიზოთ ის და მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. მეოთხე ნაბიჯი არის კლიენტებთან და პარტნიორებთან პირადი ურთიერთობების დამყარება. წარმატების ერთ-ერთი საწინდარი პირად ურთიერთობებშია. ეს არ არის მხოლოდ თავაზიანობა, ეს არის ინვესტიცია რეპუტაციისა და ნდობაში. ეს გაძლევთ საშუალებას დაამყაროთ პირადი კავშირები და ეს არის ზრდის შეუცვლელი აქტივი. მეხუთე ნაბიჯი, გამოსცადეთ იდეები და შეისწავლეთ ახალი მიმართულებები შიშის გარეშე. როდესაც პატარა პროექტი გაქვთ, შეგიძლიათ თამამად სცადოთ ახალი პროდუქტები ან მომსახურება. გააფართოვოთ პროდუქცია, დაამატოთ აქსესუარები და სერვისები. ბიზნესის მცირე ზომამ საშუალება მომცა ექსპერიმენტები გამეკეთებინა და მენახა, რა იყო მომგებიანი და რა არა. მთელი სტრუქტურის დანგრევის რისკის გარეშე. ტესტირებისა და ადაპტაციის ეს პრინციპი მოგვიანებით ჩემი მასშტაბირების და სტრატეგიის საფუძველი გახდა. მეექვსე ნაბიჯი ფინანსური მენეჯმენტის უნარების განვითარებაა. მცირე ბიზნესში ყველა კაპიკს მნიშვნელობა აქვს. თქვენ სწავლობთ ბიუჯეტის დაგეგმვას, შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლს, მოგების პროგნოზირებას. დიდი პროექტის შემთხვევაში რთულია ფულის ნაკადის მართვა. მცირე ბიზნესში თქვენ სწავლობთ დისციპლინას და ეს უნარები ფასდაუდებელი ხდება გაფართოების დროს. მეშვიდე ნაბიჯი ემოციური მდგრადობის განვითარებაა. მცირე ბიზნესი გასწავლით მოთმინებას და შეუპოვრობას. თქვენ აწყდებით გამოწვევებს, პოულობთ გადაწყვეტილებებს და ხედავთ თქვენი ქმედებების შედეგებს. მერვე ნაბიჯი, თანდათანობით გაზარდეთ თქვენი ბიზნესი, მაგრამ გააკეთეთ ეს შეგნებულად. მცირე ბიზნესი არის სასტარტო წერტილი, საიდანაც შეგიძლიათ დააკვირდეთ ბაზარს, შეაფასოთ შესაძლებლობები და თანდათანობით გააფართოვოთ თქვენი პროექტი. ყოველი ჩემი მიმართულება გამოცდილი და დამტკიცებული იყო და ვიცოდი, რომ ის იმუშავებდა, რადგან პირველად მცირე მასშტაბით ვცადე. და ბოლოს მეცხრე ნაბიჯი. ნუ შეგეშინდებათ სწავლისა და თქვენი სტრატეგიის შეცვლის. მცირე ბიზნესი გაძლევთ თავისუფლებას, სცადოთ სხვადასხვა მიდგომები. იპოვოთ საუკეთესო პრაქტიკა და განავითაროთ უნიკალური სტილი. თუ იდეა არ მუშაობს, მისი ტრანსფორმირება ან შეცვლა მოახდინეთ. თუ მუშაობს, გაზარდეთ. დიდი ბიზნესი შეცდომებს არ პატიობს. და მცირე ბიზნესი არის სკოლა, სადაც სწავლობთ, რათა შეძლოთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება დიდ სცენაზე. თუ აქამდე მოусმინეთ, უკვე ისწავლეთ ძირითადი სიფრძნე, რომელიც გამოცდილია დროითა, მეწარმეების თაობებით და რაც მთავარია, დადასტურებულია ებრაული ფინანსური სიბრძნით. ბიზნესის მასშტაბირების გასაღები
სწორედ ამ მცირე სტარტიდან ყალიბდება. და რაც მთავარია, ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რისი დაწყებაც დღეს შეგიძლიათ. ეს არის მოთმინების, მდგრადობისა და სტრატეგიული აზროვნების სკოლა. აუცილებლად გამოიწერეთ არხი. აქ ჩვენ გავაანალიზებთ რეალურ ცხოვრებისეულ ისტორიებს და გაჩვენებთ, თუ როგორ ააშენოთ წარმატება ეტაპობრივად, გონივრულად და მოთმინებით. გახსოვდეთ, დღეს მცირე დასაწყისი ხვალ დიდ წარმატებას ნიშნავს. ისწავლეთ, გაიზარდეთ და შეგნებულად გააფართოვეთ თქვენი საქმიანობა. და შემდეგ თქვენი ფინანსური თავისუფლებებისა და წარმატებული ცხოვრების ოცნებები არა მხოლოდ ფანტაზიად, არამედ თქვენს რეალურ ისტორიად იქცევა.